ეხლა რამდენიც უნდა ილაპარაკო, რომ დანაშაული საქართველოს შემცირდა. ვინმე გასულელდება ამით. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა მიცის, ყველა ქუჩაში გამონელმა იცის. და არა იმიტომ, რომ თუნდაც ტელევიზიები ადრე არ აშუქებდა, ეხლა აშუქებს. საქართველოს პატარა ქვეყანაა, სრულ არ გააშუქო ყველაფერი იცის. ამდენი მკვლელობა, ამდენი პედოფილიის აქტი და ერთ-ერთი რასაც ვეხოცებოდი პარლამენტს, რომ პედოფილები არ გამოეშვათ და მე დღეს ნახე ზოგიერთი პარლამენტარის რეაქცია ამ დასამართლების მოხსნაზე. ეს ის პარლამენტარები, ვინც პედოფილებზე გადალახეს პრეზიდენტის ვეტო. რა ხმა მოეღება ამ ხალხს? რა თემაზე ამის შემდეგ მოხდა კახეთში რამდენიმე პედოფილიის შემთხვევა? ჩემს სამეზობლოში სადაც ცხოვრობ. როდის იყო აი გუშინ ბათუმში? გოგოს გულისთვის ერთმა მოკლა მეორე. რამდენი წელი აღარ გამიგია რომ გოგოს გულისთვის აი ესე გაიმეტონ ერთმანეთი. ან ბიჭის გულისთვის რა მნიშვნელობა ამ შემთხვევაში გენდერული თანასწორობა დავიცვათ. რამდენი ხანი აღარ ყოფილა რამდენიმე დღე გავატარე ბათუმში. ხმაურიანი გარჩევები ბათუმის ბულვარში თბილისელებს და ბათუმელებს შორის. ასლანის დროს იყო, საბჭოთა დროს იყო. ჩვენ დროს დამთავრდა ეს. ვერც ბათუმას ვერ გაცემდა უბატონოდ ხმას ვერავინ თბილისში და ვერ თბილისელს ბათუმში. ეს დაბრუნდა. როდის იყო ბოლოს ქისტებსა და ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ ქისტებს შორის გარჩევები პანკისის ხეობაში? როდის იყო ბოლოს ეს ხმაურიანი ბირჟები, რომელიც არის ახლა საქართველოს ქალაქებში? როდის იყო ბოლოს ის რომ რაც ხდება საპატიმროებში? ბევრს ვლაპარაკობენ. კორტავას შემთხვევა, მეგობრებო. ციხით დადასტურებულად ციხის ადმინისტრაციის დავალებით კანონიერმა მაყურებლებმა და ქურდებმა თუ მაყურებლები იყვნენ იქ მარტო ცემით მოკლეს პატიმარი. ჩემი მთავრობის დროს პატიმარო ციხის ადმინისტრაციის დავალებით ვინმეს მოეკლა. არ ქონდა გეკენგ მოდოთ ეხლა აკლებული ყველაფერი და არ გამომაცხადებდით კაცობრიობის მტრად, ისედაც გამოცხადებული ყავდით? და სხვათა შორის ჩაიარა ვითომ რომ დიდი ამბავი კორტე მოკლეს დაავალა ციხის დირექტორი, ციხის დირექტორის უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ახლა ეს პროცესია თუ მთავარი მოწმე. მასობრივად დაიწყო საეჭო გარდაცვალებები ციხეში, იმიტომ დაიწყო აზარტული თამაშები. აზარტული თამაშები ნიშნავს, რომ ჩასატანი აქვს ეგრეთ წოდებული თავანი. ჩასატანი აქვს თავანი, ესე იგი დანაშაული უნდა იმართებოდეს ციხეებიდან. ესე იგი ისევ დაბრუნდა გუშინ ნახეთ რა ხდებოდა რუსთავის ციხეში, მაყურებლების სისტემა. ამიტომ პრობლემები არის ძალიან სერიოზული. და ეს პრობლემები არის სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკას რაც რომელიც ჩვენ ქონდა საჭიროებდა დახვეწას და საჭიროებდა ლიბერალიზაციას. ეჭვი არ მაქვს ამას თაობაზე. რა თქმა უნდა საჭიროებდა ამ ყველაფერს. მაგრამ ლიბერალიზაციას და ეტაპობრივ გაშვებასა და მასობრივ აღვირახსნილობას და თავაშობულობას და აფეთქებას შორის არის დიდი განსხვავება. შარშანდელი ამნისტია, მით უმეტეს შემდეგ ვეტოს გადალახო პრეზიდენტის პედოფილიის აქტზე იყო ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო აქტი, რომელიც საქართველოს თავრობის ხელდასმით გააკეთა საქართველოს პარლამენტს. ამას მე არ ვაპირებ ამაზე მოკიყვას.